მოგესალმებით მეგობრებო, პრაქტიკა მინდა შემოგთავაზოთ ტრანსფორმაციული. სულ რაღაც 3-4 წუთი დაგჭირდება სიჩუმეში, სიმშვიდეში და მივენდოთ პროცესს. დავასათაურებ ესე, რა უნდა გავუშვოთ ცხოვრებიდან. წინააღმდეგობა წამოვა გონებიდან, თუმცა თხართ გაუძელით. არ შეგეშინდეთ მომავლის. ესეთი თემა. იდეალური ბავშვი მშობლებისთვის. დიდი ხანი ვირგებთ ამ როლს. ეს უნდა გავუშვათ, დავემშვიდობოთ ამ სტატუსს. გვიშლის ხელს, რომ უფრო ძლიერები და წარმატებულები ვიყოთ. განვითარება წავა მაშინ, როცა კი არ ვუარყოფთ, არამედ ვუშვებთ როლს, ვიყოთ იდეალური შვილი. პრაქტიკა იქნება ასეთი, მივმართავთ დედას, თუმცა შეგვიძლია მამასაც მივმართოთ. დედას ვამბობ, იმიტომ რომ დედას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს უმრავლესობის ცხოვრებაში, ალბათ ყველას ცხოვრებაში. თუმცა მამასაც შეიძლება ამის გაკეთება უბრალოდ შეგვიძლია მე თავიდან მოусმინოთ და იგივე გავიმეოროთ. მოკლედ ესე. ჩვენთვის ვიმეორებთ, გულში არა, ვამბობთ ჩვეულებრივ საუბრით. ჩვენთვის მარტო მყოფების, სიმშვიდეში, სიწყარეში მივმართავთ დედას. შეგიძლიათ ჩემთან ერთად გაიმეოროთ. ძვირფასო დედა, მე დიდი ხანი ვიყავი როლში იდეალური შვილის. მე მინდოდა შენთვის ყოფილიყავი იდეალური, დამჯერე, კარგი შვილი. შთაბეჭდილება მომეხდინა, რომ მე ბევრი რამ შემიძლია. ახლა მივხვდი, რომ ამ როლის ტარება აღარ მინდა. მე გავიზარდე, მე უკვე დიდი ვარ და ეს როლი იდეალური შვილის, კარგი, დამჯერე ბავშვის თითქოს უკვე რაღაც ჩარჩოებში მსვამს. და მე გთხოვ შენ ახლა, რომ შემომხედო მადლიერად. აქ და ახლა მე ვუშვებ ამ როლს მორჩილი შვილის, რომელიც დედას უსმენს. შვილი, რომელიც აკეთებს ისე, როგორც დედა ამბობს. და ახლა მე ვუშვებ ამ როლს. ვიძრობ ჩემგან და მე მინდა და გთხოვ, რომ შენ შემომხედო კეთილგანწყობით, შემომხედე რწმენით, შემომხედე ნდობით, რომ მე ყველაფერი გამომივა, რომ მე ყველაფერს შევძლებ. ეს ერთადერთია, რაც მე მინდა შენგან. მე დიდი ხანი ვატარებდი ამ როლს და მე მას გიბრუნებ შენ. ახლა მე მინდა ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით. ვისაც სჭირდება, მოусმინოთ რამდენჯერმე. ვიტირებთ, გული გვეთკინება, წარე იქნება. არა უშავს, ეს კარგია, შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქებთ. შემდეგში კიდევ ჩავწერ პრაქტიკას, ის იქნება ყველაზე შეიძლება გამოვიყენოთ მშობლებზეც, ყოფილ პარტნიორებზე, არსებულებზეც, მეგობრებზეც, მოკლედ ყველაზე. წარმატებები. დამავიწყდა, მე თქვა, არ აქვს მნიშვნელობა. დედა აქ არის ჩვენთან,
დედამიწაზე არის თუ არ არის, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.